მოგესალმებათ მომავლის საინფორმაციო გამოშვება სტუდიაში მიხეილ ცინცაძე მუშაობს. ბიძინა ივანიშვილის ხუშტურის, შფოთვისა და ძეგლთა დაცვის მინისტრად ირაკლი ღარიბაშვილი დაინიშნა. ეს არის ტიპიურად კახელი კაცი, ნაღდი კაცია, ძალიან წესიერი კაცია. ირაკლი. კვლავ გაიზარდა დოლარის კურსი. ეროვნული ბანკის მონაცემებით დღეს $1 2 ოთახიანი ბინა და 4 ავტომობილი გახდა. ბიძინა ივანიშვილი ამჯერად მეხაჭაპურე თინას უპირისპირდება. შეგახსენეთ, რომ ქალბატონი თინა ბოლო თავისუფალი ქართველი ბიზნესმენია. ვნახოთ, როგორ დაიცავს თავს მეხაჭაპურე თინა და შეუერთდება თუ არა მას ამ ბრძოლაში ელექტრიკოსი მამუკა ხაზარაძე. ბიძინა ივანიშვილმა ციხისძირში მდინარე მტკვარი გადაიტანა. დენდროლოგიურ პარკში უკვე მტკვარი მოჩუქჩუქებს. ქართველი ხალხი შეჰნატრის იმ დროს, როცა ივანიშვილს მხოლოდ ხეები გადაჰქონდა. სრულ სიღარიბეში ცხოვრობს ბიძინა ივანიშვილის პაროდისტი 65 წლის ნიკა კაკაბაძე. ნიჭიერი იუმორისტი უკვე 20 წელია უმუშევარია, რადგან ასაკის გამო არაფორმალურ მმართველთან მსგავსება დაკარგა. დეპუტატმა დავით მათიკაშვილმა როგორც იქნა საკუთარი კანონპროექტი გაიტანა და ამიერიდან პარლამენტში ხმის მისაცემ პულზე ორივე ღილაკი ერთი ფერის იქნება, რაც თავიდან აგვაცილებს უხერხულ გაუგებრობებს. მარსზე ნაპოვნია გაუჩინარებული ქართული კოსმოსური ხომალდი. ექსპერტებმა შავი ყუთი გაშიფრეს. აუდიო ჩანაწერში 7 წუთიანი სიჩუმის შემდეგ ისმის ფრაზა: „ერმილე, გესმის ჩემი, რას დავაჭირე ამის თემას?“ დაეხმარა თუ არა პრემიერ-მინისტრი ნიკა ნორმელია თმის გადანერგვის კლინიკის დირექტორს თომას ციმერმანს ტენდერის პირდაპირი წესით მოპოვებაში. კორუფციული გარიგების შესახებ ნიკა მელია ბრალს არ აღიარებს და თმის გადანერგვის კლინიკასთან ყოველგვარ კავშირს უარყოფს. პროტესტი მოჰყვა გიგაბოკერიას ძეგლის დიღმიდან ავლაბარში გადატანას. აქცია მშვიდობიანად დასრულდა და ძეგლი პირვანდელ ადგილს დაუბრუნეს. 90 წლის გიორგი გაბუნიამ განაცხადა, რომ საბოლოოდ უარს ამბობს უკვდავების წყლის მიღებაზე. ამ განცხადებიდან 1 საათში მას სახეზე უკვე პირველი ნაოჭი დაეპყრო. კრიმინალური ამბები. გუშინ საქართველოს ბანკმა ადგილობრივი კრიმინალების ოფისი დააყაჩაღა. წაღებულია დიდი რაოდენობით თანხა და ძვირფასეულობა. ახლა კი სპორტის ამბები. იაპონიაში გამართულ საერთაშორისო ტურნირზე საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ ჰაკიბაშომ ოძეკის წოდება მოიპოვა. ეს იყო ჩვენს ხელდარსებული ბოლო ინფორმაცია. არ გადართოთ, ზუსტად 2 წუთში ვანო პაპას შოუს დასრულებისთანავე სერიალი „ბებია ჩემის დაქალები გელოდება“.